პროექტი წიგნიერი ლიდერი დაიწყო. პროგრამა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი ახორციელებს. მოსწავლეებთან დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის გუნდები. პროგრამის მონაწილეები 1 წლის განმავლობაში შეისწავლიან ძველ და ახალ აღთქმას, ასევე მსოფლიო რელიგიების ისტორიას. გარდა ამისა, მოზარდებს საშუალება ექნებათ მნიშვნელოვან თემებზე ლექციები მოისმინონ. მოძრაობა დავითიანნის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. დღეიდან დაიწყო დავითიანის ახალგაზრდა დიდეთა კლუბებში ახალი თაობის მიღება. ძალიან გვახარებს ახალგაზრდების ინტერესი და ჩართულობა. აქვე აღნიშნავ, რომ 25 კლუბზე მეტი არის ამ ეტაპზე დარეგისტრირებული. პროგრამაში ახალგაზრდებს ელოდება ძალიან საინტერესო 1 წელი, რომელიც იქნება ორიენტირებული მათ პროფესიულ განვითარებაზე, მათი ფასეულობების გამტკიცებაზე, როგორც ეროვნული, ისე სულიერი. ამ პროცესში ჩართულები იქნებიან ახალგაზრდა ლიდერები და მათ შორის თანატოლ განმანათლებები, რომელმაც უკვე შარშან გაიარეს აღნიშნული კურსი და წელს თვითონ იქნებიან წარმოდგენილი როგორც ახალგაზრდა მუშაკები. ამით ჩვენ ახალგაზრდებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოახდინონ როგორც თავიანთი პროფესიული განვითარება და უნარების განვითარება, ასევე შეიძინონ ახალი მეგობრები და ინტეგრირდნენ საზოგადოებაში როგორც მომავალი ჯანსაღი თაობა და ვფიქრობ, რომ ამას დავითიანი ყოველთვის ეფექტურად გააგრძელებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო ყველა ახალ დავითიანელს ჩვენ ოჯახში გაწევრიანება და უსურვო მათ ბედნიერი 1 წელი და უსაზღვრო მოგონებები. 25 სკოლაში ვართ და დაახლოებით 150 მოსწავლე არის პროექტში ჩართული. სკოლების მხრიდან დაინტერესება დიდი არის. შეხვედრა წარმატებულად ჩაიარა. ზოგადად დავითიანის არაფორმალური განათლების კლუბების მიზანი არის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების და პრობლემების გადაჭრა სწორედ მათი ჩართულობით. დავითიანის პროგრამა და ის ესე რომ ვთქვათ კურსი, რასაც ჩვენთან გადიან, ამაში ხელს უწყობს და მაქსიმალურად მხარდამჭერი ვართ ამ პროცესების. შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდები ისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორიც არის ლიდერობა, გუნდურობა, კომუნიკაცია, აქტიური კომუნიკაცია, პროექტების წერა და განვითარება და ასე შემდეგ და ისინი აქტიურად იქნებიან ჩართულნი მომდევნო პერიოდში ამ პროცესებში. დავითიანის შესახებ გავიგე სკოლაში მასწავლებლობისგან, შემდეგ მოვედით ოფისში. დღეს არის პირველი შეხვედრა და ჩემი აზრით დავითიანი დამეხმარება ლიდერული შესაძლებლობების განვითარებაში. ამ პროექტის შესახებ გავიგე სკოლაში, შეხვდები ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს და გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და წავიღებთ ბევრ ცოდნას და გამოგვადგება ცხოვრებაში. წიგნიერი ლიდერი ყოველ წელს ხორციელდება. ამ დროისთვის პროექტში 26 სკოლის 150-მდე მოსწავლეა ჩართული. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დავითიანთან თანამშრომლობით სკოლებში უკვე შექმნილია კლუბები და სხვადასხვა აქტივობას განახორციელებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს შეიქმნა. ქართული ლიტერატურა უცხოურ თარგმანებში. ამ სახელწოდების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. პროექტს მწერალთა სახლი ახორციელებს. პროგრამა განკუთვნილია უცხოელი გამომცემლებისთვის, რომლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის ნიმუშების უცხო ენებზე თარგმნა და გამოცემა. განაცხადების მიღება 1 დეკემბრამდე გაგრძელდება. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტი მიზნად ისახავს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას. პროგრამა ასევე ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართველი ავტორებისთვის, რომ მათი ნაწარმოებები გახდეს ხელმისაწვდომი ფართო მკითხველისთვის. პროექტის ფარგლებში უცხოელ გამომცემლებს ეძლებათ შესაძლებლობა აღმოაჩინონ და გააცნონ თავიანთ მკითხველს ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. მწერალთა სახლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. ამ მიმართულებით ხორციელდება არაერთი პროექტი და პროგრამა. ამ პროგრამებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მთარგმნელობით გრანტებს, რომლებიც გაიცემა უცხოელი გამომცემლებისთვის. წელიწადში 2 ჯერ ცხადდება სააპლიკაციო პერიოდი შემოდგომაზე და გაზაფხულზე, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივად გრძელდება, 3 თვემდეა. ამ პერიოდის განმავლობაში უცხოელ გამომცემლებს სოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი და ისინი მიიღებენ დაფინანსებას
იმ შემთხვევაში თუ არჩეული აქვთ ქართული ლიტერატურა. ეს პროგრამა არსებობს დიდი ხანია, წლებია და არაერთი კლასიკური თუ თანამედროვე ავტორი თარგმნილა ძალიან ბევრ ენაზე. ეს ხელს უწყობს უცხოეთ შემკითხველის მოზიდვას და ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. მწერალთა სახლი წარმოადგენს საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა წიგნის ბაზრობასა თუ ფესტივალზე. იქნება ეს ისეთი მასშტაბური ბაზრობები და ფესტივალები, როგორიც არის ფრანკფურტის, ლონდონის, პარიზის ფესტივალები. გუშინ წინ დაუბრუნდით ბაქოს საერთაშორისო წიგნის ფესტივალიდან და წიგნები, რომელიც გამოცემულია ამ პროგრამის ფარგლებში და დაფინანსებულია მწერალთა სახლის მიერ 70%-მდე დაფინანსებას თავაზობს მწერალთა სახლი. უკვე ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მკითხველს საზღვარგარეთ ქართულ სტენდთან და მათი ინტერესის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ ან მიუთითოთ ქართველი ავტორების წიგნები, რომელიც მათ თავადაც შეუძლიათ იხილონ ქართულ სტენდზე. ქართული წიგნისა და პერიოდიკის ისტორია. ამ სახელწოდების პროექტი დაიწყო. პროგრამას სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ახორციელებს. მოეწყობა ექსკურსია და პროექტი ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის დათვალიერებით დაიწყება. მოსწავლეები იხილავენ ექსპოზიციას ძველ ნაბეჭდი ქართული წიგნი. ამ კოლექციაში ასევე წარმოდგენილია მეფე ვახტანგ მე-6-ის მიერ დაბეჭდილი პირველი ქართული გამოცემები. გარდა წიგნადი ფონდისა, მუზეუმში არის ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. მოსწავლეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ იხილონ გერმანული საბავშვო ილუსტრირებული ალბომების გამოფენაც. წიგნის მუზეუმის სტუმრები ნახავენ წმინდა ილია მართლის მემორიალურ კაბინეტსა და მის პირად ბიბლიოთეკას. პროექტის მონაწილეები ექსკურსიის ფარგლებში დაათვალიერებენ დედაენის უნიკალურ გამოცემებს. მოსწავლეები ნახავენ ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმს, სადაც გაეცნობიან ქართული პერიოდული გამოცემების ისტორიას. დღეს ეროვნული ბიბლიოთეკა ახალ პროექტს თავაზობს მოსწავლეებს და არა მხოლოდ მოსწავლეებს, ყველა ადამიანს, ვისაც აინტერესებს წიგნი და მისი ისტორია. ეს ტური იწყება ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში, სადაც კვლავად შეგიძლიათ ეხილოთ ძველნაბეჭდი ქართული წიგნის ისტორია და ასევე ცვლადი გამოფენები. შემდეგ ეს ტური მოიცავს პრესის მუზეუმს, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა. აქ შეგიძლიათ ნახოთ პირველი ქართული გაზეთი, პირველი ქართული ჟურნალი, ილია ჭავჭავაძის გამოცემული ივერია. შედარებით თანამედროვე გამოცემებიც, ანუ პრესის მთელი რეტროსპექტივა. გარდა ამისა ფუნქციონირებს ემიგრაციის მუზეუმი, სადაც განთავსებულია ძალიან საინტერესო მასალები პირველი რესპუბლიკის შესახებ, იმდენად უნიკალური, რომ ამას სხვაგან ვერ სადიხილავთ. და ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით საინტერესო იქნება ეს ყველაფერი სკოლის მოსწავლეებისთვის და აგრეთვე ვიწრო პროფესიის მქონე ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია ისტორიით, წიგნის კვლევით და ასე შემდეგ.